კлау შემოგიერთდით მეგობრებო, მოკლედ როგორც გითხარით რა, როცა მოითხოვს საჭიროება, მაშინ შემოგიერთდებით ხოლმე. რაც შეეხება ხა შიმშილს, რა ხდება შიმშილზე, ხომ? მინდა გითხრათ, რომ შიმშილობის პირველი 2 დღე უკვე გადავდე. ანუ გუშინდა დღეს წესით უნდა მეშიმშილა და ვერ ვიშიმშილე, იმიტომ რომ აქ იყო რაღაც ესეთი მდგომარეობა რა. როდესაც ორგანიზმს აქვს სტრესი, ხომ? რაღაცა სტრესის ნიადაგზე, მაგალითად, როდესაც ჩემი მეუღლე მიდის ხოლმე მივლინებაში, ეს ჩემი ფსიქიკისთვის არის ცოტა სტრესი. აქედან გამომდინარე, ჩემი ფსიქიკა ორმაგად არის დატვირთული, ნახეთ. ერთი ის, რომ სტრესი აქვს ჩემს ფსიქიკას, რომ ესე იგი მივლინებაში ჩემი მეუღლე, მეორე ის, რომ საჭმელი მე უნდა უკეთო ბავშვებს. და ამ ვითარებაში ჩემთვის შიმშილი არის ხოლმე ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, არავინ არ მაძალებს მე შიმშილს და სრულიად თავისუფალი ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემს თავს არ შეუქმნის ზედმე სტრესს და ხვალ ჩამოდის ჩემი მეუღლე და ხვალ არა და ზეგ ვიწყებ მე-5 კვირის 5 დღიან შიმშილს. ზოგიერთ შეიძლება ეგონა ადამიანებს, რომლებიც ახლა მისმენდნენ და რაღაცა უცხოდ მოეჩვენათ ჩემი ასეთი გამოსვლა ქრისტეს მამის წინააღმდეგ, ქრისტეს მამის კრიტიკაზე, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჯანსაღი ფიქრები სამყაროსთან, ჯანსაღი ფიქრები საკუთარ თავთან, გულწრფელობა, აღიარება და არანაირი შიში, რომ აი ახლა მე დამსჯიან, აი ესეთი ფიქრების გამო. მე არაერთხელ მithქვავს თქვენთვის, რომ ხშირად ვეჩხუბები ხოლმე ღმერთს და როდესაც ვეჩხუბები ხოლმე ღმერთს, მერე როგორც ურემი, გადატრიალებული ურემის მერე გამოჩნდება ხოლმე გზა, ისე გამოჩნდება ხოლმე ჩემთანაც გზა. აბსოლუტურად ლეგიტიმურად მიმაჩნია ის, რომ ადამიანური ბუნებით ადამიანმა გამოთქვა საყვედური ამა თუ იმ საკითხთან, რაც ღვთიურობასთან არის კავშირში და დარწმუნებული იყავით, რომ ამაზე ღმერთი ჩვენ არ გაგვიბრაზდება. ერთადერთი რაზეც ბრაზდება ღმერთი არის ის, რომ ფარისევლურად ჩვენ ვირქმევთ ქრისტიანებს და აბსოლუტურად სხვაგან ვართ, ვიდრე ქრისტე თავად არსში არის. მაგალითად, თუკი ჩვენ ვიტყუებთ ჩვენს თავს, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, ჩვენ გვიყვარს ქრისტეს მამა, ჩვენ გვიყვარს ეს და ის და მეორეს მხრივ მივდივართ და ვაკეთებთ აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ, ეს უფრო სძულს ღმერთს, ვიდრე ის, რომ მე გამოვედი სიტყვით და ქრისტეს მივწერე წერილი, რომელშიც ვეჩხუბები თავის მამას და რომელშიც მამამის პირდაპირ მოვიხსენიებ სუსტად და არაფრის შემძლედ. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ეს საკითხი ნებისმიერ ადამიანს, როდესაც თავის თავში მოსდის ესეთი ფიქრები, აი ასეთი ფიქრები და ხმამაღლა გამოსთქვავს, აი ასეთ ფიქრებს, ამაზე ღმერთი ნამდვილად არ გაგვიბრაზდება და არც დაგსჯის. ანიანი წერს, რა ვიცი, თამარ მე ცხოვრების წესად გავიხადე შიმშილი, კვირაში 2 დღე და ვეღარც გავძლებ, მგონი ისე მივეჩვიე. ძალიან კარგი, ანი, ძალიან კარგი. ხო, მე ხო იცი, რომ ვზრდი და ესე იგი წინა კვირას 4 დღე, ახლა 5 დღე უნდა ვიშიმშილო და მე ესე ვაჩვევ ჩემს ორგანიზმს ამ საკითხს რა, რაზეც მიგვაჩვიეს და დაგვაპროგრამეს, რომ ჩვენ საკვების გარეშე არ შეგვიძლია. ჩვენ ვასწავლეთ ჩვენს ორგანიზმს, რომ როგორც ადამი და ევა ცხოვრობდნენ ედემის ბაღში, ისე შეგვიძლია ცხოვრება კვლავ. ანუ მათ არ სჭირდებოდათ დამატებით საკვები და საკვების მოყვანა, დამუშავება, საჭმელების გაკეთება, ისინი უბრალოდ
ამის გარეშეც დიდხანს ცხოვრობდნენ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რაც შეეხება ერთ საკითხს რა, როგორც ჩანს, მე აქ რამდენიმე იაღოველი, ანუ ფსევდოქრისტიანი იაღოველი გავაღიზიანე ჩემი ამ გამოხტომით რა, რომ აი ქრისტეს მამა ვინ არის, მკვლელია და სისხლის მსმელი და ასევე როგორც იახვე, ხო? მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ძალიან გავრცელებული თემაა ეხლა დღესდღეობით, შეიძლება თქვენ არ ხართ ამ საკითხში ჩართული. ერთი წუთით მარია არ ხართ ჩართული, როგორ გვაპარებენ თანდათან იეჰოვას, რომ ვითომ ქრისტეს მამაა და ასე შემდეგ. ხო და არც ეს მოეწონათ, რომ მე ქრისტეს მამა მკვლელად და სისხლის მსმელად შევრაცხე. ნეტა ვის არ მოეწონა? ნებისმიერი ჯანსაღი აზროვნების ადამიანი ამ კითხვას დასვავდა ერთხელ მაინც ცხოვრებაში. რომ როგორ ადამიანი თუ ვერ ხვდება ერთ შვილს კლავ, მეორე შვილის გადასარჩენა, ეს ხო აბსურდია, ხო? ეს არანაირ ღმერთ ღვთიურობაში არ ჯდება. ვიღაცამ თქვა, რომ თავი შეწირა, შეგვწირა ჩვენ, არც ღვთიურობაში არ ჯდება, თუ თავის თავს წირავს, თქვა სიტყვა და გაგვანათლოს, ესე იგი რა საჭიროა ახლა ეს მოვიდეს, დაიკლას, სისხლი იღვაროს და მე აღდგეს. ერთი სიტყვით რა, ღმერთის საქმეებში მე არ ვერევი, მაგრამ ჩემთვის ძალიან უცნაურად ჟღერს. ღმერთო, აი პირდაპირ გეუბნებით რა, ღმერთსაც ალალად ვეუბნები. აი ეს საკითხები ჩემთვის მაგალითად, როგორც მე ქალისთვის არის რაღაც ხუშტური რა. რა ხუშტური იცი? მე შევქმნი თან ვიცი წინასწარ ვქმნი ვიცი წინასწარ რომ აი ეს ბრაკია ვერასდროს ვერ გაიგებს რას ნიშნავს ღმერთი მაგრამ მაინც შევქმენი მერე დავაფიქსირო რომ ეს ცოტა საერთოდ ვერაფერს ვერ იგებს და ცოტა ვერ არის თავის შუაზე და გადავწყვიტე რომ მოდი მე მოვალ კვლავ მოვალ დავენახები თავისნაირად აი ეს ცოტა სხვანაირია მაგრამ მაინც საგანია ღმერთი ქმნის რა იცის რომ ეს ვერასდროს მიაღწევს ღმერთობას მოვა ისევ ეტყვის შეტუინო შენა ჰია აქ მოდი აქა ვერ გაიგე მე რას გეუბნები ეს ბიჭო შე რამდენს ბედავ და მოდი ეხლა ჯვარზე გაცვალ ეს მიდის თავის თავს ელაპარაკება ღმერთო ნეტა რას ვშვები ეხლა თუ საჭიროა ამარიდე ყველაფერი რაღაცა და ამ დროს მამის ნება რა ანუ თავისივე ნება არა უნდა შევეწირო რომ ეს გახთიურდეს არ და იცის რომ ეს ვერასდროს ვერ მიაღწევს ღვთიურობას რა მოდი გამაკარი ჯვარზე ესე წერია წერილებში შენაირ დებილებმა დაწერეს ესეთი რაღაცა მოკლედ რა ერთი სიტყვით მე გეტყვით ერთ ძალიან მაგარ რაღაცას რა ყველა წერილი არის მატრიცა ყველა წერილი არის დაწერილი ადამიანების მიერ რომელიც ან იყვნენ რომელიღაცა სოკოს ზემოქმედების ქვეშ ანუ თქვენ იცით სადამყვანო რო არსებობს იმას რო გასინჯავ მოკლედ გაგეხსნება ყველაფერი ან კიდევ არსებობს სხვადასხვა ფსიქოტროპული რაღაც მცენარეები რომელსაც ესენი მიირთმევდნენ რა და აი ამ ზემოქმედების ქვეშ დაწერილ ხილვებს ყველას წერდნენ ვინც წერა-კითხვა იცოდა ეხლა ყველამ კი არ იცოდა წერა-კითხვა იცოდნენ ძირითადად იმ ადამიანებმა რომლებთაც ანგელოზებთან ქონდათ საკითხი ანგელიოსებთან ესე იგი დაცემულ ანგელოზებთან დაცემული ანგელოზები აგერ ენოქიდან ვიცით რომ ჩვენ ვიცით რომ მათ ასწავლეს ქალებს ხომ წერა-კითხვა და ქალებმა კიდე თავის შვილებს და ასე მოდის ეს წერა-კითხვის მცოდნე ყველა არ იყო და ვინ დაწერდა ხო ვინც მაგიას იცნობდა ვინც აი ამ ყველა ბალახეულს იცნობდა და რაღაც ექსპერიმენტებს აკეთებდა თავის თავზე და ახლა რაღაცას გააკეთებდა ის და მოხარშავდა გონება გაეხსნებოდა თავის სივრცეში იმას დაწერდა ხო ეს რაც დაიწერებოდა ის არის ერთგვარი მაგიური რიტუალი დაიწერა უნდა მოხდეს განადგურდა ეს ნაწერი აღარ მოხდება
არ განადგურდა, უნდა მოხდეს. ამიტომ ეს ქრისტე რომ მოდის იცის ეს ყველაფერი, ხო? ეგვიპტეში გაიზარდა, ამ მეცნიერებებს იცნობს. ვიღაცა მეტყვის რომ ყველაფერი იცოდა, არ იცოდა ქრისტემ თავიდან ყველაფერი შეისწავლა მან. ადამიანური ბუნებიდან შეისწავლა, ხო? და განიღმრთო მერე, მაგრამ სანამ განიღმრთობოდა, მან ხო ისწავლა სადღაც. უნდა ესწავლა აუცილებლად. ჯერ ეგერთიც რომ იცოდეთ, მარიამი და იოსები იყვნენ სხვათა შორის იმ ჯგუფთა წევრები, რომლებსაც წერა-კითხვის მცოდნეებს უწოდებდნენ, წერა-კითხვის აი ამ რაღაცა განსაკუთრებული ენის მცოდნეებს უწოდებდნენ და ისინი იკრიბებოდნენ ხოლმე და აი ამ საკითხებზე მსჯელობდნენ, რა თქმა უნდა, ქრისტე ამ წრეში გაიზარდა, ხო, როგორც ერთადერთი მამაკაცი, იმიტომ რომ იმ დროს ყველა მამაკაცი გაწყვიტეს აბსოლუტურად, ვინც კი ქრისტესნაირი დაიბადა. ისინი ყველა ცოცხლები რო ყოფილიყვნენ, ყველა ქრისტესნაირი იქნებოდა და აბსოლუტურად შეიცვლებოდა ცნობიერება ჩვენში და მარტო ერთი ქრისტე კი არ გვეყოლებოდა 300 ქრისტე. მაგრამ რადგინა ჰეროდემ აგერ გაწყვიტა ყველა და იმ მოგვების ტვიში ჩამახედა ერთი, რომლებიც მიდიან მეფესთან და ეუბნებიან მეფე დაიბადაო. მეფე დაიბადაო, ხო? ეუბნებიან მეფეს, რომელიც არის სასტიკი და მტარვალი, ისე რომ ბავშვებსაც კი აღარ მინდა ბავშვები მისმენენ, რო ვთქვა. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ქრისტე მოდის და იცის მაგიის შესახებ, იცის მწერლობის შესახებ, იცის ანი და ჰოევარო ტიპი იძახის და ტიპს ვუწოდებ ქრისტეს, იმიტომ რომ ტიპი ჩემთვის არ არის ჟარგონული სიტყვა და ცუდი სიტყვა. ტიპი არის აი გამომხატველი იმის, რომ პიროვნებაა რა, ანუ მაგარი ტიპია რა ქრისტე ერთი სიტყვით და მოდის ანი და ჰოეზე საუბრობს, ფხეირდზე საუბრობს, ესე იგი ქართულ ამბანს 1-დან 0-ში, 0-დან 9-ში ცნობს და იცის და ყველაფერი კარგად შეუძლია გაშიფრვა მისი. იზრდება ისეთ ხალხში, როგორიც არის აი ამენის მცოდნე ხალხო, ამენის მცოდნე და მოდის და იცის რა რომ ამდენი ნაწერია და ამდენ ნაწერს ვერ დაწვავს, ვერ წაშლის და ვერსად ვერ წაიღებს. ქრისტემ, ადამიანმა. ქრისტე არა, იესო არის ამ დროს. იესო არის ამ დროს. აი მე ხო ვარ თამარი. უკაცრავად ნიკოლოზ ერთი წუთი აქ ნუ შემიშლი, ხეს რაღაცას ვსაუბრობ და მე ხო ვარ თამარი და როდესაც განვიღმრთობი უკვე მეწოდება სხვა რაღაც სახელი, ხო? ქრისტე მეწოდება ისევ. მაგრამ ეხლა ჯერ თამარი ვარ. ასე იყო იესოც. იესო იყო იესო და განიღმრთო და ქრისტე დაერქვა. ანუ ქრისტე არის ტიტული. და როდესაც იესო ამ დროს მოდის ისეთ გარემოში, რომ აბსოლუტური სიბნელეა, აბსოლუტური ჯოჯოხეთია, აბსოლუტური უკუღმართობაა, აბსოლუტური რაღაცა სიშავე როგორც დღეს, აი წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მაგარი პერიოდი არის იმ დროის ასახული დღეს. აი იგივე სიშავეა და იგივე სიბნელეა, როგორც მაშინ იყო. და ქრისტემ ერთადერთი რამ რაც იცის ის რომ ეს ნაწერები სანამ არ მოვა ვინმე განტევების ვაცი, როგორც დაწერა ვიღაცა შიზოფრენმა და გიჟმა, ერთ-ერთი რაღაცა იმის დროს, ნარკოტიკული ზეგავლენის დროს, თორე რომელი ნორმალური დაწერდა ახლა იმას, რომ უნდა მოვიდეს ღმერთი და ჯვარს ეცვას და ვერც ვერაფერი გაახერხოს. დარჩეს ეს კაცობრიობა ისევ იმ სიბნელეში და ღმერთი ჩამოვიდეს და წავიდეს ისე რომ ვერაფერი გაახერხოს, ხო? აი ეს დაწერილი არის ადამიანის, რომელიც არის აბსოლუტური ნარკოტიკის ქვეშ. მაგრამ არაკეთილი ბუნების ადამიანის მიერ არის დაწერილი, იმიტომ რომ ღმერთს კლავს ის თავის სცენარში. გესმის? ღმერთს სინათლეს კლავს ადამიანების ხელით. მაგრამ ეს ქრისტემ იცის, რომ რაღაცა დაწერილი არის, ამას ვერ გადაუვა ვერც ერთი სიტყვა და ამიტომ უნდა მოხდეს. ვიღაცა უნდა აიღოს თავის თავზე, რომ ესე უსასრულოდ არ იყოს კაცობრიობა, ამის მოლოდინში, რომ მესია მოვა და ის ეწმევა ჯვარს და გაიძახოდნენ, როგორც ახლა ვიძახით მეორედ მოსვლა. ხო და ქრისტე ძალიან მაგარი ტიპია რა, აი უმაგრესი ტიპია და რასაკეთებს მოდის ყველანაირი ვითარება ემთხვევა იმის, რომ როგორც დაწერილია ისე ხდება ამ კაცთან და
ამას ხო აფიქსირებს ეს არა? აგრძელებს იმას კი არ ეუბნება სტოპ მე აღარ მინდა ამ სცენარის გაგრძელება. მაგას კი არ ამბობს, ამას არ ირჩევს. ირჩევს გზას და რომელ გზას? ამას სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ. ეს უნდა მოხდეს. და ეს რომ მოხდება, მერე შეიძლება კაცობრიობა კიდევ სხვანაირად სხვა საფეხურზე ავიდეს, სხვა ლეველზე ავიდეს, გესმით? რომ სხვანაირად დაიწყოს ფიქრი. და რა მოხდა? აკეთებს. ის ზეციურ ძალებთან კავშირშია, რა თქმა უნდა, თავის მამაზე საუბრობს და თავისი მამა არის ის, ვისაც მიანიჭებს ნებას, ხო? ნება მიანიჭა. მამამ ვერ გადაარჩინა. ეს ხო ფაქტი სახეზეა, რომ ვერ გადაარჩინა. არ გადაარჩინაო, არ მითხრათ რა. არ გადაარჩინაო, არ მართლდება. ვერ გადაარჩინა. და რატო ვერ გადაარჩინა, იცით? აი ხო მოგიყვებით მაგ საკითხზე, კარგად დაიმახსოვრეთ რა. ქრისტე ირჩევს ამ გზას, რომ ეს კაცობრიობა ამ ჯოჯოხეთიდან და სიბნელიდან იხსნას, რომ ამდენი ხანი ელოდება მესიას და ვეღარ ნახა კაციშვილი, რომ მართლაც შეეწიროს ამ სიდებილე სცენარს. ეხლა სიდებილე კიდე იოანეს გამოცხადება არის. იოანეს გამოცხადებაში რო წერია, რომ ეს მოვლენ და მოკლავენ და ის რაღაცა რა მოიცათ. ეს არის მატრიცები, რომელსაც შეგიძლია გადააკეთოს სცენარი რა, შეგიძლია. ეხლა ნახე. ქრისტე არ იწყებს ამ სცენარის გადაკეთებას. ქრისტე ასრულებს იმას, როგორც დაწერეს აი ამ ბნელმა ადამიანებმა. და საბოლოო ჯამში მაინც ფიქრობს, რომ შეიძლება კიდევაც შეცდა, რომ აი ეს სცენარი აირჩია რა. აირჩია თავისი ნებით, აირჩია, რომ ეს მოხდეს. და ეუბნება მამას, რომ აი იქნებ არის სხვა გზაც, იქნებ ამარიდო ეს გზა ნებითა შენითა. ვერ ახერხებს მამა ვერაფერს. მაგის მამა ვერაფერს ვერ ახერხებს. რატო ახლა გეტყვით? ჯერ ეგერთით სატანას მისცა იმის უფლება, რომ ამ დედამიწაზე იბრძანებლოს. მეორეც ერთი სატანა დაენიძლავა მამას, თავის მამას, ანუ ჩვენს მამას, ყველას მამას, ქრისტეს მამას, რომ ყველა სულს წაგართმევ. აი ნახავ თუ არ წაგართმევ, მაგასაც ნახავ, პირისპირ დაგაყენებ, რომ ყველა სული ჩემი გახდება. ხო და სატანასა და მამას შორის თუ ნიძლავი დაიდო, რომ აბა გამოვიცადოთ ახლა ჩვენ საწყალი ბაჭიები, მამა როგორ უშველის თავის ბაჭიებს? საცდელად გაწირა, ხო? აშკარად საცდელად გაგვწირა, იმიტომ რომ აგერ იცის, რომ ყველაზე დიდი მტერი სატანაა და ის არის დასამარცხებელი თუ არის ადამიანები არაფერ შუაში არიან, ადამიანები მხოლოდ სატანის მიერ არიან ცდუნებულნი და ეს სატანა რომ გაქრეს ეს ადამიანები ადამიანებს დაემსგავსებიან, მაგრამ სატანასაც არ კლავს ტიპი რა, ანუ მამაზე მაქვს ახლა საუბარი. არც სატანას არ კლავს. დაენიძლავა, მით უმეტეს თამაშობს იმასთან ერთად. თამაშობს, გესმის? ნიძლაობს. ეხლა მე კი არ გიყვებით ჩემს აზრებს, ეს რაც წერია სახარებაში იმას გიყვებით რა. სცენარს გიყვებით, რა მაგარი სცენარი დაგვიდეს წინ. და ჩვენც ესე ვკითხულობთ და ვერ ვაზროვნებთ. კითხვებს არ ვსვავთ. იმიტომ რომ გვეშინია რამეს შეცდომით კითხვა არ დავსვათ, რომ მე მამა არ გაგვიბრაზდეს და ეს არის და გაძლევს აბსოლუტურ თავისუფლებას მამა. თუ კი იმის თავისუფლება მოგცა, რომ თავისი შვილი მოკლა, კითხვების დასმის უფლებას არ მოგცემს, შეკაიკაცო? ამიტომ თავისუფლად დასვი კითხვა რა. და ტიპი რა არის, ვიცი? სატანა და მამა მოკლედ ერთ ამბავში არიან, რომ არა ვერ წამართმევ, არა წაგართმევ. და ჩვენ ესე გაჭყლეტილები ვიჭყლიტებით და ხან ძედმოვა და ხან სული წმინდა და ხან ესე გადაიქცევა ეს მამა და ხან ისე და ცდილობს, რომ აი ჩვენ რაღაცნაირად გაგვაგებინოს, რომ აი რაშია საქმე რა. საბოლოო ჯამში ვერ გვშველის, იმიტომ რომ ეს თამაში აქვს დაწყებული. წერილების მიხედვით, თორე ახლა ჩვენ რა ვიცით იქ რა ხდება. მოიცადე ერთი წუთი, ახლა გიორგი ლომაშვილი წერს. თუ მამამ ვერ გადაარჩინა, მაშინ გამოდის მისი მამა დემურგი იახვე ყოფილა და არა შემოქმედი ღმერთი. ღმერთი ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.
გეორგ, ამას იაღოველები ცდილობენ ახლა რომ შემოგვიგდონ ეგ თემა, რომ აი მაგის ქრისტეს მამა არის იახვე და იქ წერია და აქ წერია რომ მე ვარ მამაო და რახან მამა იესო, ესე იგი იახვე არის, იქ წერია რომ მამა იახვეა და იახვე და იესო ერთი და იგივები არიან და მოკლედ ერთი სიტყვით იხვებსა და იმებს გვატენიან რა, მაგრამ ახლა გეტყვი რა ქრისტე ხო ამბობს მე მაგათ მამას ხო ამხელს რომ თქვენი მამა მკვლელია და მრუში მოდგმის არისო და ჩემი მამა არავის უხილავსო ხო და ამ შემთხვევაში უკვე ქრისტე პირდაპირ ამხელს მაგ იაღოველებს რომ არც იახვე არის თქვენი მამა თლად კარგი და ღმერთი არამედ კიდევ სხვა მამა არსებობს ხო ანუ ქრისტეს შემოაქვს ახალი ცნობიერება მამის ცნობიერება რომელიც არავის არ უხილავს როგორც ეხლა მე გაგიჩითეთ იგივე პონტი აი ესე ჟარგონულად ვილაპარაკოთ რომ ყველამ რო გაიგოს რა მე ყველა კატეგორიის ადამიანი მისმენს ასე რომ იგივე შემოგიგდეთ რა მე გეუბნებით რომ თუ ქრისტეს მამა თავის შვილს კლავს კაცო მე უკეთესი მამა მყავს მაშინ ჩემს მოსაზრებაში რომ ის არც მოკლავს და არც არავის არ სისხლი არ სჭირდება ის თვითონ გადაგვარჩენს სიტყვით როგორც შექმნა სამყარო ისე იტყვის და ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდება ხო ხდები რა მოხდა ეხლა ხო ხდებით რაც ხდება და მოკლედ ერთი სიტყვით ქრისტეს შემოაქვს ახალი მამის ცნობიერება ამ იაღოველებისა და იუდეველების წრეში და ახალი მამის ცნობიერებაში სამარიტელებიც ძმები არიან და მუსულმანებიც და ეს რო გადავიტანოთ რა მუსულმანებიც და ისინიც კრიშნაისტებიც და ყველანი ძმები არიან ამ ახალი მამის ცნობიერებაში ქრისტეს შემოტანილ მამის ცნობიერებაში და იახვეს ცნობიერებაში იუდეველების მამის ცნობიერებაში მარტო იუდეველები არიან კარგი ტიპები დანარჩენი ბანძები და ესე ზემოდან უნდა უყურო რა და ერთ მხარეში რომ გაგარტყავ არა გაქვს უფლება რომ მეორე მომიშვირო იმიტომ რომ თავი როგორ უნდა გამიტოლო ბიჭო შენ გესმის ეს არ არის რომ კიდევ გამარტყი რომ მე კარგი ტიპი ვარ შენ თუ მეორე მხარეს მიუშვერ ეს პირდაპირი პროტესტის ნიშანი იყო რომ აბა თუ ბიჭი ხარ გამარტყი აქაც რა ერთი გამიტოლე თავი ხო მიცით ეგ ერთ მხარეში რო არ ტყავდნენ მეორე მხარეში გარტყვის უფლებას არ აძლევდნენ ჩვეულებრივ იუდეველებს რომაელები და თუ კი რომაელი გაარტყავდა იუდეველს მარჯვენა მხარეში და მარცხენა მხარეს მიუშვერდა იუდეველი ეგრევე ჯვარსაც მოემდნენ იმიტომ რომ არ ქონდა მაგის უფლება იმიტომ რომ რომაელი ურტყავდა მარტო რომაელს მარცხენა მხარეში გესმის მარცხენა თუ მარჯვენა სულ ერთი მხარე იყო რომელიც პირიქით დაკნინების იყო ხო და ერთი სიტყვით რა იყო იცი შემოიტანა ქრისტემ ახალი მამის ცნობიერება ამაზე გადაირია ხალხი მოკლედ შენ როგორ შერაცხე ჩვენი მამა მკვლელად და ეს და თქვენ ეხლა არ ვიცი რა მოგიყვნენ მაგრამ აბსოლუტურად იგივე ვითარება გაიჩნდა დღევანდელი და გუშინდელი ჩემი ლაიფებით რა შემომაქვს ახალი მამის ცნობიერება რომელიც არც სისხლისღვრას არც ჯვარცმას არც სიტყვით აგვარებს ყველაფერს რა ისეთი მაგარი ტიპია რომ სიტყვით აგვარებს ყველაფერს და მოკლედ ეს მამა არსებობს თუ არ არსებობს ღმერთმა იცის მაგრამ ცნობიერებაში გაიჩითა ესეთი მამა რომელიც არც ჯვარცმას მოითხოვს არც სისხლისღვრას მოითხოვს არც შეწირვას მოითხოვს არც ზიარებებს და არაფერს მოითხოვს უპირობოა რა უპირობოდ გიკეთებს ყველაფერს შემოგევლება მოკლედ რა და всё გაიჩითა იგივე მდგომარეობა რომ იუდეველები უცბად ეს როგორ რაცხავს ჩვენს მამას მკვლელად და ეს და ის და მოდი ახლა ვაცოთ ჯვარს გესმის ქრისტიანები ოი ქრისტიანები ისეთები რომ რა ვიცი უკვე 60-ში როზიან ისეთი ქრისტიანები დამესიunen ახლა რომ შენ ვის აინტერესებს შენი აზრები და წადი გაიარე გოგო და რაღაცა რა ხო და ახლა ნახეთ რა შემოაქვს ქრისტეს ახალი ცნობიერება ახალი მამის ცნობიერება ქრისტე საბოლოო ჯამში ჯვარზეც ეუბნება მამამის რომ სად დაიკარგეო რა სად დაიკარგეო რატომ იმატოვეო ბოლომდე ჯეროდა ქრისტეს რომ მამამისი იხსნიდა ამ სასმისიდან მაგრამ ვერა სამწუხაროდ ვერა ეხლა ვიღაცა იტყვის რომ
ჩვენი ბრალია რომ ქრისტე ვაცვით ჯვარს. ბიჭო, რა ჩვენი ბრალი რა არის? აქ ომი მიდის სატანასა და ღმერთს შორის. ჩვენ რა შუაში ვართ, ბიჭო. გამაგებინეთ რა, ეხლა ჩვენ რო ვირთხები ავიღოთ და ერთმანეთს დავენიძლავოთ, რომ აი ახლა მე ამ ვირთხას რო დავსვავ აქ, ხო? 5 წუთში იქ უნდა მიირბინოს, იქ მიირბენს, თუ არ მიირბინა წაგებული გაქვს და აი ესე ვარბენინებთ ამ ვირთხებს. ეს საწყალი ვირთხები ხან დაეჯახება რაღაცას და ხან იგით გადავარდება და ხან ვერ მიდის და მოკლედ წააგებენ ეს ვირთხები და ჩვენ ესე დავაბრალოთ ახლა ვირთხებს რომ ვერ გაიგეს ჩვენ რას თამაშობდით? ანუ თუ კი სატანა და ღმერთი ერთმანეთში ნიძლავში არიანო, აბა ბიჭო მე წაგართმევ ამ სულებს და შენი შვილიც და ასეცა ისეც და რაღაცა. გამაგებინეთ ერთი კაცობრიობამ როგორაცვა ქრისტეს ჯვარს, თუ კი სატანა ამაცდუნა ადამიანები. და თუ კი ღმერთმა იცის რომ სატანას ვერავინ ვერ მოერევა, შანსი არ არის ვერ მოერევიან. ეს ადამიანები იმ სიბნელეში მყოფი ადამიანები, ჩემ შვილს ვერ დაიცავენ სისხლისღვრიდან. კარგი, ჩემი შვილი თუ არ არის, მე ვარ განკაცებული, მე ჩამოვედი აქ ნახევრად. ნახევარი ხა ერთი იქ ვარ და ნახევარი აქ ვარ. გესმის? ღმერთი ესე განკაცდა და ქრისტე მოვიდა გვეუბნება თქვენს ღმერთები ხართო. ბიჭო, მეც თუ ღმერთი ვარ, ქრისტეც თუ ღმერთია, იქაც თუ ღმერთია, აქაც თუ ღმერთია, სატანაშიც თუ ღმერთია, ყველგან თუ ღმერთია. აბა რაღაც კლავთ ერთმანეთს, გამაგებინეთ რა. რაღა შეწირვებს ვაკეთებ და რაღა ჯვარცმებს და რაღა ერთმანეთის ჯვაროსნულ ომებს და რაღაც უწვავთ ამ ჩხიბავებს და რა გვინდა საერთოდ? რამე ვიცით რა გვინდა? ვიცით საით მივდივართ? ვიღაცა დამესება და შენ რა გალაპარაკებს გოგო, მე ნეტა მარტო ჩემი ლაპარაკით მთავრდებოდეს ეს უსამართლობები. ამდენი უსამართლობა ხდება დედამიწაზე, ამდენი ბავშვი ყდება ქრისტეს სახელით, ამდენი ბავშვი ადამიანი და მოხუცი ნადგურდება ქრისტეს სახელით და პატრიარქები ლოცავენ ერთმანეთს ყოჩახთ რამდენი ადამიანი მოკალითო და თქვენ წითელ ურჩხულს ებრძვითო და მე მომდგება ხალხი რომ შერეებს ლაპარაკობ როგორ ბედავ. ბიჭო, თუ ხმის ამოღება შეგიძლია ამოიღე ხმა უსამართლობის წინააღმდეგ, რაც დედამიწაზე ხდება დღეს. მე რა შუაში ვარ, რა გინდა ჩემ რამე ვინმე მოვკალი, ვინმე განვარისხე, ვინმე გავაბრაზე, ვინმე ჩავაგდე ცეცხლში თუ რა? დაბალი ღობე ნახე და მე კარგად გამლანძღავ და იმას ილიას ვერა, იმიტომ რომ ილია თავს წაგაცლის. წინა კვირას ორშაბათს ერთი დღე ვიშიმშილე გუშინ დავიწყე 2 დღიანი და დილიდან ბათუმში მომიწია წასვლა. მგზავრობა ძალიან წყინს. წასვლისას არაფერი და საღამოს ისევ გამოვტრიალდი და საღამოს მგზავრობისას დედის რძეც არ შემარჩინა, ისე ცუდად გავხდი. გათენებისას მივედი და დედის რძე, ანუ ლაქტაციაზე ხარ ხათუნა? მოდი ერთ რამეს გეტყვით რა. ორსულები, ბავშვები და ლაქტაციაზე მყოფი ხალხი არ უნდა შიმშილობდეს მეგობრებო რა. მე გეტყვით რატო? ორსულები, ბავშვები და ლაქტაციაზე მყოფი ხალხი თავისთავად არიან განწმენდაში. არ ბინძურდებიან. რაც არ უნდა ჭამონ, არ ბინძურდებიან. ისინი იწმინდებიან. ამიტომ მათ ზედმეტი კიდე გაწმენდები აღარ სჭირდებათ. მათ მიიღონ საკვები, სხეული გაწმინდავს თავის რაც სჭირდება აიღებს, რაც არ სჭირდება გადაისვრის იქ. მოკლედ, როდესაც ტოქსიკური ორსულებები აქვთ ხოლმე, ხო იცით თქვენ ტოქსიკური ორსულებები, ხო? მე მაგალითად სამივე ბავშვზე 3 თვე გადაყუდებული ვიყავ, ვერაფერს ვერ ჭამდი და თავისთავად ვერ იღებდა ორგანიზმი იმდენად იწმინდებოდა, გესმის? ხო და ამიტომ ნუ იშიმშილებთ ორსულები, ბავშვები, მოზარდები, ესე იგი 18 წლამდე საერთოდ არ გჭირდება შიმშილი და საერთოდაც შიმშილის დაწყება ხდება, როდესაც უკვე ცნობიერ ასკეტიზმში შეხვალ. როდესაც ცნობიერად გაგიჩნდება შენ სურვილი, რომ ასკეტური ცხოვრებით იცხოვრო, გესმის? ძალით შიმშილი არავის არ არგებს. ძალით შიმშილი, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად იმდენად ტოქსინები გამოიყოფა, რომ შენ უფრო წამლა ორგანიზმს, გესმის?
ამიტომ შენ როდესაც ასკეტური ცხოვრების მიმართ გაგიჩნდება ინტერესი, უნდა დაიწყო მაშინ შიმშილი რა. ხო და ასე რომ მეგობრებო რა, მე მაგალითად ქრისტეს ძალიან, როგორ გითხრათ, ქრისტე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ღვთიურობა დაამტკიცა ამ დედამიწაზე და ვიღაცები კრიშნას, ვიღაცები იმას მომიყვანენ, მაგალითად იმას, მაგრამ იცი რა, მე გეტყვით ერთ რამეს რა. ნებისმიერი ჭეშმარიტი აზრი, ვისაც გააჩნდა, იქ სინათლე იგრძნობა და ეს ყველაფერი ქრისტეში როგორც ერთი კომპაქტურად მოიყარა თავი ამ ჭეშმარიტ სინათლემ და გაგვანდო ეს სინათლე, მაგრამ როგორც ასეთი თავისმა მამამ ის ჩვენთან ვერ დატოვა და არც სურდა დარჩენა, იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად მესმის აბსოლუტურად ქრისტესი, რომ საერთოდ არ უნდა და აქ დარჩენა, იმიტომ რომ იმდენად სიბნელეა, რომ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რა მეც, რომ მაგარი ნერვები უნდა გქონდეს ადამიანს, რომ აქ დარჩენა მოისურვოს რა. რომ აქ დარჩენა უნდოდეს. ან უნდა იყოს მაგრად დაცემული და ერთობოდეს ამ თამაშებით, რაც დღევანდელობაში შემოგთავაზეს, ან კიდე უნდა გქონდეს მართლა მაგარი ნერვები, მართლა ძალიან სერიოზული წმინდანი უნდა იყოს, რომ აქ დარჩეს, ამ ხელა სიბნელეს ებრძოლოს და კიდე სინათლეს ინარჩუნებდეს. ძალიან მაგარი ტიპი უნდა იყოს. და იმიტომ ამბობს ქრისტე, რომ ჩემზე უფრო მეც შეძლებთ თქვენ. ქრისტეს დროს ადამიანები ქრისტეს აფასებდნენ მაინც რაღაცა დონეზე რა. დღეს ქრისტეს აბსოლუტურად არ იცნობენ, ამოტრიალებული ყავთ ქრისტე, ანტიქრისტიანული სულისკვეთება არის გაბატონებული სრულიად ქრისტიანულ ქვეყნებში და თავს ქრისტიანებად აჯერებენ, რომ ქრისტიანები არიან, გესმით? და როდესაც ჭეშმარიტ ქრისტეს ახსენებ, არ აწყობთ, ეკლესიიდან განკვეთენ, გიჟად შეგრაცხავენ და ასე შემდეგ, გესმით? არც 12 მოციქული არ დაგიდგება შენ, მოწაფეთ, იმიტომ რომ ყველა 12 მოციქულს თავი მაგარი გონია და ყველა 12 მოციქულს გონია, რომ იმან უფრო კარგად იცის რა არის ქრისტიანობა. გესმის? ანუ ქრისტეს 12 მოციქული მაინც ყავდა გვერდში, კარგი თუ ცუდი, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ დღეს, როდესაც ქრისტიანობაზე საუბრობ, უკანა ფონზე ნებისმიერი ადამიანი, და, დედა, მამა, შვილი თუ ვინც გინდა იყოს, მეგობარი თუ მეზობელი, მაინც ეჭვ ქვეშ არის, ეს რანაირი ქრისტიანია ნეტა, რამე ხო არ ეშლება, ეს ხო არ არის, იმან ხო არ მოისყიდა, იმის ხო არ არის, იმის აგენტი ხო არ არის და მოკლედ ეჭვები პირდაპირ ღრნის და ღრნის ამ ვითომ ქრისტიან ადამიანს რა. ამიტომ ერთობა დღეს აღარ არის. გესმით? ერთობა არის მაშინ, როდესაც მე რომ შენ გიყურებ, ვხედავ შენში ქრისტეს და შენ რომ მე მიყურებ, მე შენ ჩემში ქრისტეს ხედავ. მაგრამ დღესდღეობით იმდენად დაამახინჯეს ეს, რომ როგორ ქრისტეს უნდა შეადარო თავი, რო უთხრა ის ადამიანი ქრისტიანია. ვიღაცას რომ მოუყვე, იცი მე რა ღვთიური ადამიანი ვნახე? ის თავის დაცემული სამყაროდან გამომდინარე რაღაცას მიაწერს, იქ იმას მოუდებს, იქ იმას კუც მიაგბავს და ესეთი ამხელა ის წარმოიქმნება უცბად დიდი ჯადო და თან ვამბობთ, რომ ქრისტიანები ვართ ჩვენ. აბა, მაშ ისეთი ქრისტიანები ვართ, რომ სახელმწიფოში არც კაზინოებია, არც იუდეველები გვყავს, ვინც ქრისტე ჯვარს გვიცეს, ისეთი ქრისტიანები ვართ ჩვენ, რომ იახვეს ხსენება არ იქნებოდა, არის ქრისტიანულ ქვეყანაში. იახვეს არ ახსენებდა ადამიანი. რა იახვეს, ვაჭრობა ხო საერთოდ არ იქნებოდა და ეკლესიებში. ჩვენ ხო ანგელოზები ვით უნდა დავფრინავდეთ, ჩვენ რო ქრისტიანები ვიყოთ. მაგრამ როდესაც საზღვარზე შემოხვალ, პირველი რასაც ხედავ არის ეკლესია და მის გვერდზე კაზინო. როდესაც საპატრიარქო საული გვერდზე, პირველი რასაც ხედავ არის საპატრიარქო და შანგრილა.
ძალიან მაგარი ქრისტიანები ვართ ჩვენ. და ვიღაცა ჩემნაირი თუ იტყვის, აი მამა, შენ როგორ რანაირად ისევ სიბნელეში დაგვტოვე და ვერ შვილი გადაარჩინე შვილის მოგვიკალი სისხლი რაღაცა, შესაზიზღარო, შე არა ქრისტიანო, შენ აგენტო, შე ის და შენ ის და ის ილია შანგრილას გვერდზე უწმინდესო და უნეტარესო. $75,000 ხის მფლობელო, $800 ფეხსაცმელების მატარებელო და რა ვიცი 150,000 მილიონი ჯიპის მქონე ტიპო. უწმინდესო და უნეტარესო. და მე უი შესაზიზღარო, შე არა ქრისტიანო, შე ის და შენ პატრიარქს თავი დაანებე და შენ ისქენი და შენ ისქენი. რა მაგარი ქრისტიანები ვართ. რატომ უანათლინე პატრიარქს შვილი? პატრიარქისთვის შვილი რო არ მომენათლებინა, ვერც გავიგებდი, რასი არასწორობა მიმდინარეობს საპატრიარქოში, საყვარლებო. ურემი რომ გადატრიალდება, მაშინ გამოჩნდება გზა. ხო და გზაც მაშინ გამოჩნდა, როცა ურემი გადატრიალდა. ასე რომ ღმერთმა ჩამახედა იმ საკითხში, სადაც ყველაზე დიდი უსამართლობა ხდება ქრისტეს სახელით. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანები გაიგებენ, რას ვსაუბრობ და ფსევდო ქრისტიანები გამკიცხავენ და ქვას მესვრიან და დამწყევლიან და იმას იზავენ და იმას იზავენ. მაგრამ არა უშავს, რა ვქნათ. ასეთია ქრისტიანის ცხოვრება. მე ვაგრძელებ ქრისტეს სახელით შიმშილს და აი ეს რომ ყველაფერს ანგრევს და აბსოლუტურად ანულებს იმ შიზოფრენიას, რაც დღემდე დაწერილა და ანულებს ყველაფერს და აბსოლუტურად იშლება ყველა სისტემა და აბსოლუტურად ენგრევათ ყველაფერი თავზე, ამ მჩხიბავებს, ამ სატანებს, ამ გველებს, ყველას ყველაზე დიდი ღმერთი არის ქრისტე. ქრისტე არის ჩემი ღმერთი. დანარჩენი სხვა, ვინც რამე დაწერა მანამდე და ვინც რამე დაწერა მას მერე, აი სულ არ მაინტერესებს რა. მე მაინტერესებს რას აკეთებს ქრისტე. ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა იხსნა თავი ჯოჯოხეთისგან. ამას ოფლისა ჯოჯოხეთისგან. ამას ოფლისა ჯოჯოხეთისგან. ამ სოფლისა მეფე არის სატანა. ღმერთის დაშვებით მოხდა ეგ, თორე ახლა ყველაფერი ღმერთის დაშვებით ხდება, ხო? ასე რომ ამ სოფელში ჭიდილი ის რომ აი გავიმარჯოთ და ეს და ის და ეს სინათლე და ეს სიბნელე, ხომ ხედავთ რომ თავად ქრისტემაც აირჩია გზა. მე მივდივარ იქ, სადაც ჩემი სასუფეველიაო რა. აქ აღარ მინდაო, კარგად იყავითო, ჩულს კარგათო. გესმით? ახლა მე გემშვიდობებით, მეგობრებო. გააზიარეთ ეს ვიდეო, რამე თუ ბევრი ადამიანი განათლდეს და დაიწყოს აზროვნება. ქრისტეს ბრმა ხალხი არ სჭირდება, მოაზროვნე ხალხი სჭირდება ქრისტეს. მოაზროვნე. თუ მოაზროვნე არ არის ადამიანი, ქრისტე ვერ მიიღებს თავისთან. თუ ერთხელ მაინც არ გაჩენია კითხვა მამის წინააღმდეგ კრიტიკული, ქრისტე თავისთან ვერ მიიღებს. ის ადამიანი არ არის. არ არის კაცი რომ არ ცოდოს და ცხონდეს, ამაზეა ნათქვამი. შენ თუ არ ეჩხუბები მამას, შენ ვერ სწავლობ. შენ არ ხარ კარგი შვილი. შენ ხარ ჩუმჩუმელა შვილი, რომელიც არასდროს არაფერს არ გეკითხება და არასდროს ეჭვი არ შეაქვს შენში, რომ შენ რაღაცა ხო არ გეშლება, იქნებ გეშლება. გესმის? გაიხსენეთ იობი. იობის მაგალითი გაიხსენეთ. იობის მაგალითი არის უნიკალური ამ საკითხში რა. წავედი ახლა მეგობრებო, მე დაგემშვიდობებით, ხვალ მე მგონი ვერ დავიწყებ შიმშილს და ხვალიდან მერე 5 დღით დავიწყებ შიმშილს, ანუ ხვალის მერე.
ზეგ, ესე იგი. ზეგიდან ისედაც მივდივართ არაჩვეულებრივ ადგილზე, იქ ალბათ საჭმელიც არ მოგვინდება, ხო, მოკლედ ერთი სიტყვით 5 დღით. ზეგიდან 5 დღით ვშიმშილო. ბ და თქვენც თუ გინდათ შიმშილეთ. მაგრამ ეს კარგი რაღაც თქვენიანი, ესე იგი, კვირაში 2 დღე გადაექცა ანის როგორც, ესე იგი, ცხოვრების წესად და ძალიან კარგად გრძნობს თავს ანიანი და ეს არის ერთ-ერთი დეტოქსის საშუალება, რომ თქვენი ორგანიზმი განიტვირთოს, განიწმინდოს და მიეცეს ახალ უჯრედებს წარმოქმნის ახალი უჯრედები ისედაც წარმოიქმნება, მაგრამ უფრო უკეთესად რომ იმუშაოს ორგანიზმში. გაკოცეთ ახლა, კარგად.